არ გახუნებული მოძრაობის ამკრძალავი ნიშანი თბილისის ქუჩაზე, რომელსაც ჰაერშია მოკიდებული და აღარც თავისი ფუნქცია გააჩნია და აღარც მოქმედების ზონა. იმიტომ რომ ეს ნიშანი თავისი მდგომარეობის გამო უკვე აღარაფერს აღარ წარმოადგენს და ამ ნიშნის მიხედვით აღარ შეიძლება მოძრაობა. ფაქტიურად ამ ქუჩაზე შესვლა აკრძალულია, არა აკრძალული, ცალმხრივი, არა აცალმხრივი, უკვე კაცმა არ იცის და ვისაც როგორ უნდა ისე მოძრაობს. ხო და ძალიან გასაკვირია ეს ყველაფერი მერე უკვე გადადის უკონტროლობაში და იწვევს ავარიების საშიშროებას. წესით ამ ქუჩაზე როგორც თბილისის ქუჩის უმეტესობაზე ცალმხრივი უნდა იყოს მოძრაობა, იმიტომ რომ ეს ქუჩაც ერთ-ერთი მოძრავი ქუჩა არის ქალაქში და ერთ-ერთი დერეფანია ცენტრსა და საბიჭხიას შორის. და აქ მოძრაობა უნდა რეგულირდებოდეს კაცრი რეგლამენტით და არც ამ ქუჩას არ გააჩნია ის რესურსი, რომ იყოს ორმხრივად მოძრაობას და ვერ გაუძლებს რა ეს გზა თავისი სივიწროვიდან გამომდინარე იმას, რომ ნაკადმა იაროს ორი მხრიდან. ამიტომ უნდა იყოს ცალმხრივი მოძრაობა, მაგრამ ცალმხრივი რო იყოს მოძრაობა და აქ მოსულ მარეგულირებელს ჯარიმისთვის რო კონდეს ხელჩასაჭიდი არგუმენტი, ამისთვის ჯერ ერთი ეს ნიშანი უნდა ეკიდოს სწორად და უნდა ვარგოდეს და უნდა იკითხებოდეს და უნდა ხედავდეს ამას ხალხი. მეორე იმ შესახვევებში რაც ამ ქუჩაზე გამოდის, გარდა ამისა ამ ქუჩაზე ამოდის დიმიტრი ყიფიანის ქუჩაც უნდა იყოს აღნიშნული ცალმხრივი მოძრაობის მანიშნებლები. რომ მოძრაობა იქეთ მხარეს აკრძალულია და არ არის დაშვებული და მოძრაობა უნდა იყოს აქეთ მხარეზე. ისე აქ ვერცერთი მარეგულირებელი და ვერანაირი საპატრულო პოლიცია ვერ დაწერს ჯარიმას. იმიტომ რომ ნიშანი არის ამორტიზირებული, შესაბამისად ნიშანს არ აქვს თავისი მოქმედების არეალი. წესით აქ ამკრძალავი ნიშნის მოქმედების ზონა ვრცელდება იმ გზაჯვარედინამდე კოსტავას ქუჩა რო გამოდის. გზა სადაც ფართოვდება. გამოდის, ესე იგი 4 ქუჩა, კოსტავას ქუჩა, გოგებაშვილის ქუჩა, თბილისის ქუჩა. თავისი ერთი პატარა შესახვევით და იქ მთავრდება ამ ნიშნის მოქმედების ზონა, მაგრამ ეს ნიშანი ისე არის იმ დღეშია, რომ უკვე ფაქტიურად ჰაერში გამოკიდებული, უკვე ვინ დაემორჩილება ახლა ამას და როგორ შეიძლება ამას დაემორჩა. ამის ახლა აქ ამ ნიშნის ყოფნას არსებობას აზრი არც აქვს. და ეს რო გაუსაჭირო, ხო, იქვე მოიგებს ძღოლი ამ დავს. შესაბამისად უნდა დაეკიდოს ახალი ნიშნები გამომავალ შესახვევებში, ასევე მითითებები, რომ ქუჩაზე მოძრაობა არის ცალმხრივი და უნდა დარეგულირდეს აქაც მოძრაობა და უნდა მოწესრიგდეს და არ უნდა იყოს ასე გუნდოვანი. უნდა იცოდეს ხალხმა, რომ აქ ხდება მოძრაობა ერთი მხრიდან და ჩამოსული
სტუმრებისთვის არ უნდა იქნებოდეს რაც მუდოვანი და უხერხული სიტუაცია და უნდა მოგვარდეს ეს იმიტომ რომ ეს არის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ცენტრალური გზა